ჩვენ ქალაქს პირველად უწევს და მაგათი დახმარება რა თქმა უნდა გაგჭირდება. თბილისში ახალგაზრდული სპორტული კვირეული გაიხსნა. გლდანში მდებარე სპორტულ ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. კვირეულის გახსნის ცერემონიას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაესწრო. ასპარეზობის პირველ დღეს ახალგაზრდები ერთმანეთს ძალოსნობაში შეეჯიბრნენ. საუკეთესოები კი სხვადასხვა ფასიანი პრიზები მიიღეს. კვირეული გლდანში მდებარე სპორტულ ცენტრში მომდევნო 7 დღის მანძილზე გაგრძელდება. სპორტული კვირეული დედაქალაქში თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. სპორტული კვირეული თავის თავში მოიცავს სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრს მეგობრებს შორის, მაგრამ პირველ რიგში აქ ყველა ერთმანეთის კონკურენტი იქნებით და გამოავლენთ საუკეთესოს, მაგრამ საფუძველი რაც არის ამ ყველაფრის არის ის, რომ თქვენ ყველას ერთი რამე გაერთიანებს, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული, ეს არის ჯანმრთელი ცხოვრება და შესაბამისად სამსახური საკუთარი ქალაქის და საკუთარი ქვეყნის. ძალიან ბევრი მონაწილე რა ძალიან სასიხარულოა, მადლობა უთხრა ორგანიზატორებს, გამგეობას, ადგილობრივ მაჟორიტარებს. ასეთი ღონისძიებებს ვფიქრობ, რომ ინტენსიური ხასიათს მიიღებს, ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველას მოვალეობაა და ჩვენს გვინდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩავდოთ ასეთი ღონისძიებებში. უჯობესია რომ ხშირად ჩატარდეს, იმიტომ რომ მოზარდი თაობა სპორტი დაკავდება და უფრო კაი იქნება ჩვენი თაობისთვის. მოხარული ვარ ესეთ რამე ტარდება.